დონალდ ტრამპის უფლებამოსილება უკვე ძალაშია. რამდენიმე საათის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ იყო მიპყრობილი. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციისკენ, სადაც მან მეორედ დადო საპრეზიდენტო ფიცი. მსოფლიოს ლიდერებიც და მსოფლიოს მოსახლეობაც ინტერესით ელოდნენ, რაც იტყოდა ტრამპი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. რაც ეტყოდა ამერიკელებს და რაც ეტყოდა მსოფლიოს. როგორი იქნებოდა მისი გზავნილები მიმდინარე კონფლიქტებსა თუ პოლიტიკურ კრიზისებზე. დაახლოებით 30 წუთიან გამოსვლაში დონალდ ტრამპმა ბევრი ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დაუბრუნოს შტატებს დიდება. ის ამერიკელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს დაჰპირდა, რომ ცვლილებებს პირველივე დღიდან დაიწყებს. ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა. ამ დღიდან აყვავდება ჩვენი ქვეყანა და მას კვლავ პატივსცემს ყველა, მთელი მსოფლიოს გარშემო. ჩვენ აღარ დაუშვებთ, რომ ვინმემ გამოგვიყენოს. ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის თითოეულ დღეს მე უბრალოდ ვიზრუნებ ამერიკაზე უპირველეს ყოვლისა. აღდგება ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი უსაფრთხოება და სამართალი. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტის და ხელისუფლების ბოროტად, ძალადობრივად და უსამართლოდ გამოყენება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, ძლიერი და თავისუფალი ერის შექმნა იქნება. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და ბევრად უფრო განსაკუთრებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მე დავბრუნდი პრეზიდენტად და დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული წარმატების ახალი ნამდვილად სანუკვარი ეპოქის დასაწყისში ვართ. ცვლილებების ტალღა მთელ ქვეყანას მოიცავს. საინაუგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამერიკა მსოფლიოს ლიდერია და რომ ის თავად იქნება პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს. ჩემი ყველაზე საამაყო დანატოვარი იქნება, რომ მე ვიქნები მშვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი. აი რა მინდა ვიყო, მშვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინდელი მდგომარეობით თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე ახლო აღმოსავლეთში მძევლები სახლებში ბრუნდებიან. ამერიკა დაიბრუნებს თავის კანონიერ ადგილს, როგორც უდიდესი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე პატივსაცემიერი დედამიწაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აფასებს. ცოტა ხანში ჩვენ ვაპირებთ, რომ შევცვალოთ მექსიკის ყურის სახელწოდება ამერიკის ყურეთ. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დაიკავებს, ის აღმასრულებელი განკარგულებების ხელმოწერას გეგმავს. მათ შორის ის აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებებს მასობრივ დეპორტაციასთან და მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით. 47 პრეზიდენტთან ერთად 20 ივნის საზეიმო ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვანსმაც დადო. ამ დროს მრავალი წლის ტრადიცია უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო დაირღვა და კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ფიცი კაპიტოლიუმის შიდა სივრცეში დადეს. ამ ღონისძიებას დაახლოებით 600 სტუმარი დაესწრო. და დაირღვა კიდევ ერთი ტრადიცია, როდესაც შეერთებულ შტატებში ფიცის დადებას ათასობით სტუმარი ესწრებოდა.